Deepfake-ები და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალა 2 აგვისტოდან შესაბამისად უნდა მოინიშნოს, რადგან ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტის წესები ძალაში შედის. აქტი ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიმწოდებლებსა და გამთავსებლებს ავალდებულებს მომხმარებლებს აჩვენა, რომ მათ შეხება ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ, მაგალითად chatbot-თან. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ესა თუ ის ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. უნდა მოინიშნოს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტებიც, რომლებიც საზოგადოებას მისთვის საინტერესო ინფორმაციას აწვდის. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ტექსტი არ არის ადამიანის რედაქტირებული. ამ რეგულაციების მიზანია საზოგადოებამ გაარკვიოს, რომელი მასალა არის რეალური და რომელი ყალბი. ამით თავიდან იქნება აცილებული დეზინფორმაცია და თაღლითობა. ხელოვნური ინტელექტის მიმწოდებლებს მოუწევთ შესაბამისი მოწყობილობებისთვის წასაკითხი ნიშნების დამატება, რათა უზრუნველყონ მანიპულაციური მასალის აღმოჩენა. წესები მხოლოდ პროფესიული მიზნებისთვის შექმნილ მასალას ეხება და არა იმ პირებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს პირადი მიზნებისთვის იყენებენ. ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ახალ წესებთან ადაპტაციისთვის ვადა 2 დეკემბრამდე აქვთ. ზოგიერთი ტექნოლოგიური გიგანტი, როგორებიცაა TikTok-ი და Meta, ახალი წესების მოლოდინში უკვე იწყებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალის მონიშნვას.